ვიდრე დავიწყებთ მეგობარ აქცე საუბარს თემაზე მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო, რომლითაც ცდილობს ერთ-ერთი მიზანი ალბათ ესეც არის გადაფაროს რეალურად რაჭირს ამ ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რომ ყურადღება გადაიტანოს ომზე, წინა ხელისუფლებაზე, რაღაცნაირად ყველა ერთ ქვაფში ჩაყაროს, იქ თქვას რომ ამ პარტიებს აუკრძალავ და ასე შემდგომ, რომ სინამდვილეში ყურადღება გადაიტანოს ძალიან მთავარი საკითხებიდან. ახლა მეგობარი აქტის მიღების შემთხვევაში ეს არის უმძიმესი შედეგი მათთვის პერსონალურად, ეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა სანქცირებული იქნას ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის მათი ბოლო იმედის დასასრული, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისინი რამეს დაალაგებდნენ. დავიწყოთ მოდით ფასებით რეალურად რას ვუყურეთ დღეს კომისიის ხდომაზე. კი, მადლობა ეთერისთვის. მე მოდი ცოტა უკნიდან დავიწყე. კი ბატონო. გარეთ რაც მოხდა იმას გულისხმობ, ანუ ეს ადამიანები, ანუ გულისხმობ ამ არაღიარებულ პარლამენტს და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას, ცდილობენ მიაღწიონ რას, აი გარეთ რაც მოხდა, ეს არის ძალიან სიმბოლურიც და ძალიან კონკრეტულიც ამ შემთხვევაში. იქ იყო ერთი გოგონა ბანერით ანწუხელიძე უკდავია. ამ ადამიანებს აი ამ ანწუხელიძის სიმართლის დანგრევა უნდათ. ანწუხელიძე ხო ყველაზე უფრო მართალია, ეს ანწუხელიძეა სიმბოლო იმ ამბების, რაც ახლა განიხილება. ამიტომ ამ ადამიანებს სწორედ ამის შეცვლა სჭირდებათ, ეს უნდათ რომ გააკეთონ, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებენ, იმ თავითვე დამარცხებულები არიან იმაში, რაც არ უნდა ინტერპრეტაციები მოახდინონ აი ამ საუბრებით, რაც არ უნდა ზეწოლები მოახდინონ ადამიანებზე და ასე შემდეგ. არსებობს ფაქტები, მე ისტორიკოსი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვსაუბრობ. არსებობს ფაქტები, მით უმეტეს 21 საუკუნეში, როდესაც ამ ფაქტები იმის ბევრი საშუალებაა, რომ ეს ფაქტები ბევრნაირად გადამოწდეს. ამიტომ ახლა ეს ასეა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ცხოვრობთ მოდი კაკებეს გამოვიყენებ ამ სიტყვას, კაკებეს ლაბირინთებში დაწერილ აი ამ რუსული პროპაგანდის ჩარჩოში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ცდილობს რომ გამოიყენოს, მაგრამ ეს აუცილებლად როდესაც დასრულდება და მე როდესაც დაიწერება რეალური ისტორია, ის რაც აქამდეც დაწერილი იყო და ის რაც ძალიან კარგად ვიცით ჩვენც, რომელიც მოესწარით ამ ამბებს და მით უმეტეს ისტორიკოსები, რომელმაც დაზუსტებით იციან იქ რა მოხდა, ყველაფერს თავის სახელი დაერქმება. ამიტომ ვერავინ ანწუხელიძეს ვერ მოკლავს, აი იმ სიმბოლურ ენაზე ვსაუბრობ, ეს ყოველთვის ასეა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ წარსულს ძალიან დიდ პატივს ვსვევს და ჩვენი გმირები გვიყვარს, ისინი მუდმივად ცოცხლები არიან და აღარ დავიწყებ რა საუკუნეების განმავლობაში როგორ გვახსოვს. თუმცა მაინც რის მიღწევას ცდილობს ეს ისტორიკოსი ვარო და აი ზუსტად ამ ჭრილში მინდა კითხოთ, რის მიღწევას ცდილობს ეს კომისია, წულუკიანის დღევანდელი კითხვებიც, მისი ფორმულირება, აქცენტი წყინვალის დაბომბვაზე, რისი მიღწევა უნდა ამ ხალხს, ესე იგი პირდაპირ ეთერში ან ვის უნდა აჩვენოს ეს, ან რა უნდა აჩვენოს, რისი გადაწერა უნდა. კი, საერთოდ არის ასეთი გამოთქმა, თუ კიდე რომ აკონტროლო მომავალი, უნდა აკონტროლებდე წარსულს. ანუ შენ წარსულს როგორც მოუყვები, შენს ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომელზედაც გინდა რომ გავლენა მოახდინო, მერე შესაძლებელია რომ რაღაც შენს ნაბიჯებს ლეგიტიმაცია შეძინო ამით, მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში დღეს ეს აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ეს რაღაცები არ მუშაობს. ეს ერთი, მაგრამ მეორე მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რას გააფუჭებს ის რაც ახლა თბილისის ცენტრში ხდება, ხო? როგორ გადაითარგმნება ეს რუსეთში და რისთვის გამოიყენებს რუსეთი. და ამით მე ვფიქრობ, პასუხი გაეცემა ყველაფერს, აი იმ კითხვებს, რომელიც თქვენ დასვით. აქ არ არის არც ემოციური საუბარი, აქ არის ძალიან რაციონალურად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გააფუჭებს ეს ყველაფერი. ამას რა თქმა უნდა რუსეთი კარგად გამოიყენებს იმ საქმისთვის, რაც ძალიან დიდი ხანია დაწყებული აქვს. ეს არის აღიარების პოლიტიკა ცხინვალისა და სოხუმის. ამ აღიარების პოლიტიკას ერთადერთი ვინც ხელს უშლის, ეს არის ქართველი ხალხი, ეს არის ევროპა და ეს არის განსაკუთრებულად ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნებმა არ აღიარონ და არ ჩაერთონ აი რუსეთის ამ პოლიტიკაში, რატომ, როგორ, ანუ ფისკალური კანონი, რომელიც მერე თანხა აღარ მიეცემა იმ ხელისუფლებებს იმ ქვეყნებს, რომელიც აი ამ პროცესში და ძალიან აქტიურად მუშაობენ ისინი პატარა ქვეყნებთანაც, როცა ასეთი საკითხი დგება და ეს ფინანსური დახმარება არის ხოლმე მექანიზმი, რაზეც რეაგირებენ პატარა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთვის პრინციპულია რაზე აქ საუბარი, ეს ადამიანები აქ მე გულისხმობ სახელმწიფოებს, ესენი არიან პრინციპული სახელმწიფოები, განსხვავებით რუსეთისგან, რომელთაც უნდაც
სამყაროში მშვიდობა და დემოკრატიის განვითარება. საერთაშორისო საზღვრების პატივისცემა და აღიარება თუ ეს შეიცვალა. ის რაც მართალია, მოდით მარტივენაზე რო ვილაპარაკოთ, ის რაც მართალია, უნდა იყოს მართალი. აი, მარტივია ეს ყველაფერი და ამიტომაც აკეთებენ პირველ რიგში სწორედ ამას. მეორე ის რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან და ჩვენ მოგვიწევს მეგობარაგზე საუბარი და სწორედ ამაზე გავუსვამთ ხას, მაგრამ პირველ რიგში სწორედ ეს არის. ამიტომ რუსეთი აი ამ წულუკიანის თუ ვინ კითხავს პრინციპში წულუკიანს, ბიძინა ივანიშვილის პრინციპში ამას არც ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან, მოდი დავარქვათ ყველაფერს სახელები. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში ასრულებს რუსეთის დავალებას. რუსეთის დავალებას, რომელსაც რაღაც კონკრეტული გეგმები აქვს და ეს გეგმა გულისხმობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და საბჭოთა კავშირის აღდგენა კი გულისხმობს ისეთი ტერიტორიებზე კონტროლის გამკაცრებას, როგორც ადრე იყო, ხო, როგორც არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ასე შედიოდა საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს შემადგენლობაში. ამიტომ ეს ყველაფერი არის სწორედ კრემლიდან მომდინარე და ეს ადამიანები ახლა უბრალოდ ასრულებენ აი ამ დავალებას. უნდა გადაწერონ წარსული, უნდა შექმნან აწყოში ის რაღაცა დივიდენდები, რომელსაც ეცდებიან რომ მე მომავალში სათავისოდ გამოიყენონ. ეს არის აქ მთავარი და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამით ყველაფერზე პასუხია გაცემული, ანუ გულისხმობ იმას, რომ ეს არის რუსეთის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები და კიდე ერთხელ გავიხსენოთ ის რისი გულისთვისაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები არიან დასანქცირებულები. ესენი არიან დასანქცირებული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისთვის, კი ბატონო. რომელიც ეწინააღმდეგება სიმართლეს, ეს ძალიან ეს სიტყვა უნდა ვახსენოთ ხშირად, იმიტომ რომ აქ რატომ არის ჩვენს მხარეს ამერიკა და რატომ არის ჩვენ მხარეს. კი ბატონო, გადავიდეთ მეგობარ აქცე, რომლის ასე ვთქვათ, დამარხვის იმედი ჰქონდა ქართულ ოცნებას და ივანიშვილის რეჟიმს, ეგონა რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად ეს საკითხი საერთოდ გაქრებოდა დღის წესრიგიდან, თუ ვინმე მიცის როგორ მუშაობს ამერიკაში პოლიტიკური სისტემა და როგორ აბალანსებს ერთი ინსტიტუტი მეორეს, ალბათ ასეთი მიამიტური წარმოდგენა არ უნდა ქონოდათ, მაგრამ მაინც რამ რეალური მოლოდინების წინაშე დგანან ისინი. ხო, მიამიტური წარმოდგენა მე მგონი არ ქონდათ, უბრალოდ ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ისინი ესაუბრებენ გადავადების პოლიტიკა. რა თქმა უნდა, საკუთარ ამომრჩეველს, უფრო სწორად იმ ხალხს, ვისაც გონიათ რომ რაღაცას ატყუებენ, ამ ზემოქმედებას ახდენენ აი ამ რუსული პროპაგანდის საშუალებით, ტელეეთერებიდან იმედით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად რაზეა მეგობარი აქტი და რა საფრთხეა მათთვის? მეგობარი აქტის მთავარი, ასე ვთქვათ, სიკეთე გახლავთ ის, რომ ის არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული კანონი. ამის შემდგომ მოდის ის, რაც უარყოფითზე უნდა ვილაპარაკოთ. პირდაპირ წერია. აი შაჰინის განცხადებაშიც ეს არის. პირველ რიგში ისინი საუბრობენ იმაზე, მეგობარი აქტის მიზანი, დანიშნულება არის ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა. იმისთვის რომ ისინი მარტო არ დარჩნენ ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით, უпростоრად პუტინის ხელდასმით, ბიძინა ივანიშვილის ამ ძალმომრეობასთან, რომელიც ანადგურებს საქართველოში თავისუფლებას, რომელიც არის ქართული ტრადიცია. ანუ თუ რამე ტრადიციაზე ვლაპარაკობთ, თავისუფლებაა სწორედ ქართული ტრადიცია, ამიტომ ზუსტად ამას უსვამს ხაზი მეგობარი აქტიც და მისი აი ეს ასე ვთქვათ ორპარტიული მხარდამჭერები. რატომ? იმიტომ რომ მართლაცია საქართველოს ისტორია ბევრი ვისაუბრეთ ისტორიაზე, მაგრამ თუ წარსულს გადავხედავ და თანამედროვეობასაც, ანუ გულისხმობ აი ბოლო 30 წლის ამბავს, ერთადერთი საქართველოს ისტორიას რის ტოლობის ნიშანი რომ დაუსვათ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებას. ამიტომ თუ რამე კიდე ერთხელ გავიმეორებ, ამიტომაც ამბობენ ისინი რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ქართული ტრადიციების განადგურებას, იმიტომ რომ ის ებრძვის თავისუფლებას. ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს ხან რთული ფორმები, ხან მკაცრი ფორმები, მაგრამ საბოლოო ჯამში მოდი ისიც ვთქვათ, რომ ახლა თითქოს ისე ჩანს გარედან, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთგვარად ცოტა გვისწრებს, ასე ვთქვათ, აი ოპოზიციასაც, იმ ხალხსაც, ვინც გარეთ ქუჩაში აპროტესტებს, ამას თითქოს გვიგებს რაღაც ამ თამაშს. ეს ასე არ არის. თუ დავაკვირდებით ეს ადამიანები, ამ ბიძინა ივანიშვილს ძალიან სწრაფი ტემპით უწევს იმ კოზირების გამოყენება, რომელიც ჰქონდათ და რომელიც აქვთ. ეს მარტო საქართველოში ხوار ხდება პირველად, ეს მანამდე სხვა ქვეყნებში. რუსეთმა გაცილებით ნელა გადადგა ეს ნაბიჯები, ხო? და გაცილებით ნაკლები კოზირების გამოყენება დასჭირდა საზოგადოებას, რომ ვერაჩერებს პროტესტს იქნებ გააჩეროს, კი ბატონო. ზოგადად სამყაროა აჩქარებული, ანუ რას გულისხმობს, სწრაფად ხდება რაღაცეები. აი აქ ბევრს საუბრობენ იმაზე, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და როგორ და ასე შემდეგ. ეს ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაგრამ პოლიტიკოსების დამსახურებაც არის ის, რომ ძალიან მყისიერი და სწრაფი
სწრაფი რეაქციებია დასავლეთიდან. ამ დასავლეთსა თქვენ სიტყვებს გამოვიყენებ, ამ დასავლეთის რეაქციების გადასაფარადაც იყენებენ ამ ამბებს, იმიტომ რომ ეს არის დღის წესრიგის შექმნის შესაძლებლობა. რატომ? იმიტომ რომ საუბარი აქ ახლა რაზე უნდა იყოს? მეგობარ აქცე, მაშინ მოპასუხე მხარედ უნდა იქცნენ და თავი იმართლონ იმაზე რაც თქვენ ილაპარაკეთ, რომ რატომ არ გამოვიდა ის, რომ გადაიტვირთა ურთიერთობები ბაიდენის შემდგომ ამერიკის ხელისუფლებასთან. ვილაპარაკოთ როგორ უყვირა ტულუკიანმა ყურაშვილს, ხო? აი ეს გახდეს დღის წესრიგი, ეს არის მათი მიზანი. სანახაობის ფორმა აქვს და თან რაღაც დონეზე ნამდვილად იციან რა მოქმედებს ტკივნეულად ამ საზოგადოებაზე. ანუ და კიდე ერთი რაზედაც აუცილებლად მინდა ხაზგასმა, ეს გახლავთ ის, რომ ომის თემა და ომის ნარატივი არის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები. ამის გარეშე მას არსებობა არ შეუძლია. ახლა ნახეთ რა ხდება უკრაინაში, ყველამ დაინახა, რომ ომი მშვიდობა უნდა დამყარდეს. და ასევე ყველამ დაინახა, კაფიო გახდა, რომ თუ ვინმეს არ უნდა მშვიდობა, ეს არის რუსეთი, გულისხმობ უკრაინაში. ამიტომ მხოლოდ უკრაინის ომზე საუბარი აღარ არის საკმარისი და ვეღარ ედრება ამას, იმიტომ რომ რუსეთის მხარდამჭერი საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი. და პირიქით, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალადობას ამართლებს და მხარს უჭერს, ეს არის კრემლი და პუტინი. ამიტომ ამაზე საუბარი, ომის აი ამ მიმართულებაზე საუბარი უკვე აღარ აწყობთ და ამიტომ შემოიტანეს ეს თემაც იმისათვის, რომ მუდმივად გქონდეთ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველწუთიერ რეჟიმში ტელეიმედის ეთერში სიტყვა ომის გამოყენების შესაძლებლობა. და ამით საზოგადოების დამონათება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კიდევ იმას დაუბრუნდები, რომ ეს არის სწრაფად გათამაშებული კოზირები და იქნება ის დღეც, როდესაც ამ ადამიანებს ამოეწურებათ აი ესეთი მნიშვნელოვანი კოზირები და გამოჩნდება მე ის საქმე, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები თითქოს ასე ვთქვათ, ჭდილში ყოფები ვაშენებთ ნელ-ნელა იმ საძირკვლებს და იმ საფუძვლებს, რომელიც გახდება ამ გამარჯვების წინაპირობა. აჰა, თქვენ ჯერათ რომ ეს მაინც დადგება, ეს გამარჯვება და ახალ არჩევნების დანიშვნა ივანიშვილს მოუწევს. რა თქმა უნდა, მე ვერ დავდებ თარიღს, საერთოდ არ მიყვარს ეს რაღაც წინასწარმეტყველური განცხადებები. უმადურის გარდა არ მგონია რომ სწორი იყოს ეს საკითხის კეთება და ვთქვათ შეცდომები და სტარი ნაბიჯები გადავდგათ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც იყოს სწრაფად. მთავარია ჩვენ მივიღოთ შედეგი, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი დემოკრატიის მშენებლობის შედეგი და ამისთვის შეიძლება რაღაც დრო იქნას საჭირო. სულ ბოლოს 31 მარტზე მინდა გითხოთ. თარიღზე, რომელსაც უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, სიმბოლურიც არის ამ დღეს შეკრება, მაგრამ ფიქრობ თუ არა, რომ ძალიან კონკრეტული უნდა იყოს პოლიტიკოსების ხალხთან შეხვედრა ამ დღეს. მე ვფიქრობ ძალიან სიმბოლურია პირველ რიგში ეს თარიღი და მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ქვეყნის, ამაზე ვდგავართ პრინციპში საქართველოს დამოუკიდებლობა, რაზედაც ვილაპარაკეთ, ჩვენ სწორედ ამ დღეზე დგას, ეს არის თავისუფალი ნება ქართველების და აი ტრადიციაზე როდესაც ვილაპარაკეთ, სწორედ ამას ვგულისხმობდით და მეორე ეს იქნება ძალიან კონკრეტული, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ახლა უნდა დაინახოს კვლავ რომ ოპოზიციური ერთობა არსებობს და გენერალურ ხაზებზე ჩვენ ისევ ერთი და იგივე ადგილზე ვდგავართ და თანხმდებით, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. წინ ჩვენ ოქტომბრის არჩევნები გველოდება, ამას გულისხმობ, ეს არის თარიღი, რომელიც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თარიღი, ასე ვთქვათ და ვთქვათ ამასთან მიმართებაში ჩვენ უნდა ვიყოთ ასე ვთქვათ ერთიანი მასთან პოზიციით. ერთიანი პოზიციით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა მთავარი არის რაც გვიჭირავს ჩვენ ხელში და არის საფუძველზეც აი მე რაზედაც ვილაპარაკებ, ვაშენებთ ამას, ეს არის აი ეს ერთიანი ფრონტით მიღწეული ის რომ არაღიარებულია ეს ივანიშვილის რეჟიმი და ეს არაღიარების პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ღრმავდება და მათ შორის მეგობარი აქტის მიღებაც სწორედ ამის ნათელი გამოხმაურება და დადასტურება. კი ბატონო, ნახოთ როგორ გაგრძელდება მეგობარი აქტის ბედი, რამდენად გააბრაზებს ის კიდევ უფრო ივანიშვილის რეჟიმს და საერთოდ რით დასრულდება ასეთი ჩქარი ტემპით სვლა კრემლისკენ.